ვაგრძელებთ ჩვენს ლექციას, ვსაუბრობთ დაზღვევას და რისკების მართვაზე და ამჯერად მას შემდეგ რაც ჩვენი მხრიდან გაანალიზებული იქნა მთელი რიგი სხვა პროცესები, დაზღვევა და დაუზღვევადი რისკები, წმინდა სპეკულაციური რისკები, შევეხეთ რისკების მენეჯმენტის პროცესს, ეხლა სწორედ უნდა ვისაუბროთ რისკების მართვის ეტაპებზე. ამ შეგვიძლია ვისაუბროთ რისკების მართვის პირობით 5 ეტაპზე, რომელიც არის აქტუალური, შეიძლება ასე ითქვას და რას მოიცავს თავისი არსით ეს 5 ეტაპი. პირველ რიგში, როდესაც ჩვენ ვცდილობთ თავიდან ავიცილოთ გარკვეული ტიპის რისკები, ან ყოველ შემთხვევაში მზად შევხვდეთ მათ, რა თქმა უნდა, უნდა მოვახდინოთ აი ამ რისკების იდენტიფიცირება. ანუ იმ სფეროში, რა სფეროში ჩვენ საქმიანობთ, იმ კონკრეტულ ქვემართულებაში, სადაც ჩვენ გვიწევს ყოფნა, რა რისკი შეიძლება არსებობდეს. ანუ თუ პირველ რიგის ამოცანა არ იქნა ის, რომ არ განსაზღვრეთ ჩვენ რისკი, თავისთავად ცხადია, მაშინ რა შეიძლება დავაზღვოთ, ან რაზე შეიძლება ჩვენი ძალებით მოვახდინოთ ზემოქმედება. პირველ რიგის ამოცანა იქნება სწორედ რისკის განსაზღვრა. შესაძლებელია ეს იყოს ერთი ან რამოდენიმე, ან ერთი იყოს, რომელსაც ესეთი მრავალი სხვა განშტოება შეიძლება ქონდეს, რომელსაც შეუძლია სხვაგვარად მოვაყენოს ზიანი. მას შემდეგ რაც გამოვავლენთ რისკებს, შემდგომ უნდა მოვახდინოთ რისკის ანალიზი. ანალიზი იმისა, თუ რა ფორმით წარმოიქმნება, რატომ გვემუქრება ვთქვათ მაინც და მაინც ჩვენ, სადლოა ჩვენგან გამომდინარე შემდეგ დაემუქროს მესამე პირსაც, რაც ჩვენი პასუხისმგებლობის სფეროში შეიძლება მოექცეს და ასე შემდეგ. საბოლოო ჯამში ჩვენ უნდა გქონდეს სრული ინფორმაცია რისკზე, მაქსიმალურად სრული ინფორმაცია იმ იდენტიფიცირებულ გამოვლენილ რისკზე, რომელიც ჩვენ შეიძლება დაგვემუქროს. მას შემდეგ რაც რისკი გვაქვს გამოვლენილი, მას შემდეგ რაც რისკი გვაქვს გაანალიზებული, შემდგომ მარტივი ხდება კიდევ ერთი ეტაპის გავლა, რომელიც არის რისკის შეფასება. ანუ შეიძლება ითქვას ღირებულების დადგენა. რას გულისხმობს ღირებულების დადგენა? არა პირდაპირ ის თქვა რა ღირს რისკი, თავისთავად ცხადია, ეს ამას არ ნიშნავს. უბრალოდ ეს ნიშნავს შემდეგ სიტუაციას, რომ რა ზიანი შეიძლება მოგვაყენოს ჩვენ ამ რისკმა. თუნდაც ფულად გამოხატულებაში. იმიტომ რომ ეს იქნება ყველაზე კარგი საშუალება იმისაც, რომ ჩვენ თქვათ მარტივად მივიღოთ გადაწყვეტილება შემდგომ რა ვქნათ ამ რისკთან მიმართებაში, როგორ მოვიქცეთ. ანუ რისკი, როდესაც გვაქვს შეფასებული, შემდგომ მეოთხე ეტაპი უკვე იქნებოდა ის, რომ შევიმუშაოთ რისკებისადმი მოპყრობის გეგმა. ანუ ის თუ როგორ მოვიქცეთ ამ რისკთან მიმართებაში. შესაძლოა აღმოვაჩინოთ, რომ ეს რისკი მაინც და მაინც ჩვენ არ გვაზარალებს. პრინციპში სიტუაციას მაინც და მაინც არ ცვლის და შეგვიძლია ერთგვარი იგნორირებას მოვახდინოთ, ან ჩვენი ძალებით რაღაცა ფორმით მოვახდინოთ აი ამ რისკის თავიდან არიდები. შესაძლოა ასეთი სქემაც არსებობს, მაგრამ მეორე მხრივ შესაძლოა ვნახოთ, რომ არის რისკი, რომელსაც გაგვიჭირდება ნამდვილად ჩვენი ძალებით გამკლავება, ამიტომ საჭირო ხდება უფრო ზუსტი ასე ვთქვათ დახმარების ძიება, რომელიც შეიძლება იყოს ვთქვათ საზღვაო კომპანია. ანუ ჩვენი მხრიდან ჩვენ შესაძლოა უკვე მიმართოთ ვთქვათ საზღვაო კომპანიას, რომელიც აი ამ ნაწილში დაგვეხმარება. და მეხუთე პროცესი ეს არის უკვე თვითონ რისკების მონიტორინგი. ანუ მოვახდინოთ შემდგომში მონიტორინგი ყველა იმ რისკზე, რომელიც შესაძლოა ჩვენ გვემუქრებოდეს, რადგან ჩვენც მუდმივად ვიყოთ ერთგვარ ტონუსში იმისთვის, რომ მოულოდნელად არ მოხდეს რაიმე საფრთხის დამუქრება. მონიტორინგის პროცესი ამ ნაწილში შეიძლება ითქვას განსაკუთრებით უფრო მნიშვნელოვანია. ხა რაც შეეხება უფრო ვცლად რომ ვისაუბროთ მთლიანობაში რისკების ანალიზზე, რაც ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი დეტალია, რისკების ანალიზი სხვა სიტუაციებში გამოიყენება. საბოლოო ჯამში რისკების ანალიზი ეხება მომავალ გარიგებაში პოტენციური რისკის შეფასებას და რამოდენიმე სხვა გამოსავლის იდენტიფიცირებას. ანუ რისკების ანალიზის პროცესის საფუძველზე საბოლოო ჯამში ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ მომავალში რა რისკი შეიძლება დაგვემუქროს და რა არის თქვათ აქედან გამოსავალი. თუ ჩვენ აი ამ პროცესს სწორად გავივლით, შეიძლება ითქვას, რომ შემდგომში ზიანი ჩვენი ბიზნესისადმი, ჩვენი ქონებისადმი ასე შემდეგ ნაკლები ალბათობით თუ შეიძლება
მიყენებულ იქნას. თუმცა არის კიდევ თავარი პროცესი, როდესაც ჩვენ შესაძლოა ჩვენი ძალებით ვერ შევძლოთ და ამაზე ქონდა საუბარი, რომ ჩვენი ძალებით ჩვენ თქვა და ვერ შევძელით პრევენცია იმ რისკების, რომელიც შეიძლება დადგეს, ასეთი ტიპის ვითარებაში, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ რისკების დაზღვევა თავისთავად ცხადია. რისკების მართვის დაზღვევა შეიძლება ითქვას, რომ არის საზღვაო პოლიციის ერთგვარი სახე, ჩვენ საზღვაო პოლიციას ვისაუბრებთ, მაგრამ ეს არის საზღვაო პოლიციის ერთგვარი სახე, რომელსაც ყიდულობენ კომპანიები და ორგანიზაციები იმისთვის, რათა შეამცირონ მათი საქმიანობის პოტენციური ზიანი. თუ კი ასეთი ზიანი დადგა საზღვაო კომპანიის მხრიდან, ეს ზიანი იქნას ანაზღაურებული. ამ თემაზე ჩვენ ვისაუბრეთ თუ რას ნიშნავს თქვათ ურთიერთობა საზღვაო კომპანიასა და მის კლიენტს შორის, რომელთა შორისაც შესაძლოა, რა თქმა უნდა, ჩვენც ვიყოთ გააჩნია რა ტიპის საქმიანობას ვეწევთ. არის კიდევ ერთი თემა, მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ზარალი იქნას ანაზღაურებული, ამისთვის უნდა დადგეს საზღვაო შემთხვევა. რა არის საზღვაო შემთხვევა? საზღვაო შემთხვევა ეს არის მოვლენა, რომლის დადგომისასაც სადაზღვეო ხელშეკრულება ითვალისწინებს სადაზღვეო ანაზღაურების გადახდას. ანუ, როდესაც შემთხვევა მოხდება, ანუ რისკი გადაიქცა პრაქტიკულ ქმედებად, შეიძლება ასე ითქვას, აი ამ დროს უკვე ხდება ჩვენთვის ანაზღაურების გადახდა, მიყენებული ზიანის ანაზღაურება. ანუ ისევ ჩვენს მიერ ნახსენებ მანქანის მაგალითს რომ დაუბრუნდეთ, ანუ როდესაც მანქანა შესაძლოა რაღაცა არასასიამოვნოა, მაგრამ მაინც თქვათ დაიმტრა, დაზიანდა, აი ამ დროს და ეს მანქანა არის დაზღვეული, ცხადია რომ ეს ნიშნავს საზღვაო შემთხვევის დადგომას და აი ამ დროს ჩვენ საზღვაო ხელშეკრულების მიხედვით, როდესაც მანქანა დავაწყოთ და ხელშეკრულება ქონდა გაფორმებული, ეს საზღვაო ხელშეკრულება უკვე ითვალისწინებს იმას, რომ ჩვენი ზარალი იქნება ანაზღაურებული და ჩვენ ამ ნაწილში შესაძლოა გაცილებით უფრო შვიდად, ერთგვარად უფრო შვიდად ვიგრძნოთ თავი. რაც შეეხება მთლიანობაში სადაზღვეო პოლისს, ამაზე ვსაუბრობდით. საზღვაო პოლისი არის ცხოველის მიერ გაცემული დაზღვევის ან საკუთარ შემთხვევაში გადაზღვევის ხელშეკრულება და გადაზღვევას ვისაუბრებთ ჩვენ, რომელიც წარმოადგენს განხორციელებული დაზღვევის დამადასტურებელ საბუთს. და ეს უკვე დამზღვევს უფლებას აძლევს სადაზღვეო შემთხვევის დადგომისას მოითხოვოს საზღვაო ანაზღაურება ან საზღვაო თანხა. ანუ სხვანაირად ვთქვათ, საზღვაო პოლისი არის ჩემი საბუთი, რომ მე ნამდვილად ვარ დაზღვეული, რომ მაქვს გარკვეული თანხა ამაში გადახდილი და რომ საზღვაო შემთხვევის დადგომის დროს მე აღნიშნული თანხა უნდა ამინაზღაურდეს. ეს არის ჩემი ერთგვარი სიმშვიდის გარანტია იმ რისკებისადმი, რომელთა იდენტიფიცირება მოვახდინე, ანალიზი მოვახდინე, შევაფასე, თქვა და გადავაბარე უკვე საზღვაო კომპანიას. რადგან ჩავთვალე, რომ მე თვითონ ამ რისკებს ვერ დავძლევდი, ამიტომ და ჩემი მხრიდან ეს ხო დაუძლეველი, ხო? ამიტომ მე ეს გადავაბარე საზღვაო კომპანიას და მან ამის დასადასტურებლად, რომ ეს რისკები გადაიპარა და მზად არის დადგომის შემთხვევაში, საზღვაო შემთხვევის დადგომის შემთხვევაში გამეხმაროს, მან მომცა საზღვაო პოლისი. კიდევ ერთი ჩვენი კანონმდებლობის და მიხედვით პრინციპში რომ ვთქვათ, დაზღვევის ობიექტი შეიძლება იყოს ნებისმიერი ქონებრივი ან პირადი ინტერესი, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. მათ შორის საქართველოს შესაძლებელია მოხდეს დაზღვევა, რომელიც დაკავშირებულია დაზღვეული სიცოცხლესთან, ჯანმრთელობასთან, შრომის უნარიანობასთან, მათ შორის საპენსიო უზრუნველყოფასთან. ჩვენ ამაზეც მოკლედ ვისაუბრებთ, ან სხვა ნებისმიერ პირადი ინტერესთან, როგორც შეიძლება იყოს პირადი დაზღვევა და ასე შემდეგ. ასევე დაზღვევა, რომელიც დაკავშირებულია ქონების ფლობასთან, განკარგვასთან, ქონების სარგებლობასთან, შესაძლოა ძალიან პოპულარული არ არის, მაგრამ სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი იყენებს ქონების დაზღვევას, ანუ საკუთარი ქონების დაზღვევას, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ სხვადასხვაგვარად ხასიათდება, ანუ გააჩნია რა კუთხით შევხედავთ ჩვენ ამას და ასევე დაზღვევა, რომელიც დაკავშირებულია მესამე პირისათვის, მიუხედავად იმისა, ეს არის ფიზიკური თუ იურიდიული პირი, ან მესამე პირის ქონებისათვის მიყენებულ ზიანთან საბოლოო ჯამში. ანუ ეს არის ერთგვარი პასუხისმგებლობის დაზღვევა, შეიძლება ასე ითქვას.
მთლიანობაში რამოდენიმე მნიშვნელოვანი საზღვაო პროდუქტი არის საქართველოს შედარებით უფრო აქტუალური, ეს არის იგივე ქონების დაზღვევა, რომელზეც ვისაუბრეთ, არის ავტომობილის დაზღვევა, თანთანობით გამოიკვეთა ისეთ საზღვაო პროდუქტი, რომელიც არის მშენებლობის დაზღვევა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ იგივე 2008 წლის შემდგომ იგივე სოფლიო ეკონომიკური კრიზისის შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმა გვაჩვენა, რომ მშენებლობის დაზღვევა ერთ-ერთი აქტუალური თემაა. შეიძლება ასეც თქვას, რადგან უფრო მეტი სტაბილურობა იგივე იმ ყიდველისადმი, რომელიც თქვათ გარკვეულ სამშენებლო ობიექტს ყიდულობს, მას კიდევ ერთი გარანტორი უჩნდება და თანდათან შემოდის კიდევ ერთი პროდუქტი, რომელსაც სოფლის მეურნეობის დაზღვევა ეწოდება, რაც უკვე გულისხმობს სოფლის მეურნეობაში გარკვეული პროდუქციის დაზღვევას, რომელიც და სოფლის მეურნეობის საქმიანობის დაზღვევას, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია მთლიანობაში სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის. რაც შეეხება საპენსიო დაზღვევას, ძალიან მოკლედ რომ თქვათ ამის შესახებ, საპენსიო დაზღვევა ეს არის ერთგვარი გარკვეული თანხები შეტანილი სადაზღვევო კომპანიაში, როდესაც სადაზღვევო კომპანია ახდენს აღნიშნული თანხების მიღებას და შესაბამის ხელშეკრულების საფუძველზე, თქვათ საპენსიო ასაკის დადგომის შემდგომ უკვე სადაზღვევო კომპანია უზრუნველყოფს აღნიშნული თანხების უკან დაბრუნებას სხვადასხვა ხელშეკრულების და მიხედვით. ეს შეიძლება იყოს ერთჯერადად, ეს შეიძლება იყოს დროში გაწერილი და ასე შემდეგ. და კიდევ ერთი თემა, რომელიც არის დაკავშირებული გადაზღვევასთან, რომელიც თავიდან ვახსენეთ, გადაზღვევა ეს არის ოპერაცია ორ სადაზღვევო კომპანიას შორის, რომლის დროსაც დაზღვევის ხელშეკრულებით ერთ-ერთი მხარე თავის თავზე იღებს რისკების ნაწილის სადაზღვევო პრემიის გადახდის სანაცვლოდ. ანუ სხვანაირად რო ვთქვათ, გადაზღვევის დროს ერთი სადაზღვევო კომპანია თავისი რისკების ნაწილს გადასცემს მეორე სადაზღვევო კომპანიას. ანუ გადააზღვევს ამ რისკებს, იმიტომ რომ თუ ამ X სადაზღვევო კომპანიას სადაზღვევო შემთხვევა დაუდგა, ის მარტო კი არ იქნება ზიანის ანაზღაურების ნაწილში, არამედ მას ეყოლება კიდევ ერთი კომპანია, რომელიც რისკის გარკვეულ ნაწილში შემოვა მეტილით და მისი ტვირთი იქნება შემსუბუქებული. თუმცა გადაზღვევა თავისთავად ცხადია, ღირს თანხა რაღაცა, ანუ მეორე კომპანიამ რომ შენი რისკები აიღოს საკუთარ თავზეც, შენი რისკების ნაწილიც აიღოს საკუთარ თავზე, თავისთავად ცხადია, რომ მას ამისთვის რაღაცა გარკვეული თანხა ესაჭიროება. ჩვენ იგივე სემინარზე გვექნება ეს დავალება სწორედ გადაზღვევის ნაწილებში შევხედოთ და მოვიძიოთ ინფორმაცია ქართულ სადაზღვევო კომპანიებთან დაკავშირებით. და ბოლოს რამოდენიმე მნიშვნელოვანი სუბიექტი, რომელიც სადაზღვევო ურთიერთობებში მონაწილეობს, ეს არის მზღვეველი, იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების და რომელსაც მიღებული აქვს დაზღვევის შესაბამის სახეობის განხორციელების ლიცენზია, ანუ სადაზღვევო კომპანია, რომელიც ხორციელებს დაზღვევას. ასევე დაზღვეული ეს არის ფიზიკური და იურიდიული პირი, რომლის მიმართაც ხორციელდება დაზღვევა, ანუ ჩვენ შეიძლება თითოეული ჩვენგანი ვიყოთ დაზღვეულები, როდესაც მიმართავთ სადაზღვევო კომპანიას, ისევე როგორც ვიყოთ მოსარგებლეები სადაზღვევო შემთხვევის დადგომის დროს, ანუ მივიღოთ ჩვენ სადაზღვევო ანაზღაურება და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სუბიექტი, რომელსაც ჩვენ შეიძლება ძალიან ხშირად ხვდებოდეთ, ეს არის სადაზღვევო აგენტი, ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც მოქმედებს სწორედ მზღვეველის დავალებით და სახელით, და იმ უფლებამოსილების ფარგლებში, რომელიც მას მიანიჭა მზღვეველმა. საბოლოო ჯამში ვთქვათ, ეს არის ის მნიშვნელოვანი სუბიექტები, რომლებიც მონაწილეობენ სწორედ სადაზღვევო ურთიერთობებში და რომლებთანაც ურთიერთობა შესაძლებელია თითოეულ ჩვენგანს ჰქონდეს იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ მიმართავთ თქვათ სადაზღვევო კომპანიას და თუ ჩვენ ვიყენებთ ასე ვთქვათ იმ მომსახურებებს, რომელსაც სადაზღვევო კომპანიები გვთავაზობენ. საქართველოს სადაზღვევო ბიზნესი საკმაოდ საინტერესოდ ვითარდება ამ ეტაპისათვის მიმდინარეობს ძირითადად ერთგვარი გამსხვილების პროცესი, რადგან ის კომპანიები აქტიურობენ, რომლებიც აქამდე უფრო უნარიანად წარმართავდნენ საკუთარ საქმიანობას და ისინი კიდევ უფრო მეტად ძლიერდებენ. თუმცა მეორე მხრივ შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ მაღალია კონკურენცია ქართულ სადაზღვევო ბაზარზე. ამ ყველაფერზე ჩვენ სემინარზე გვექნება დეტალური მუშაობა. ამით დასრულდა ჩვენი თემა. მადლობას გიხდით ყურადღებისათვის და გავაგრძელებთ შემდგომ ლექციებს.